სალამი, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ. გადაცემასაც კრიპტოსამყაროს თავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. ამერიკაში SEC გეგმავს ქვეყანას დაუბრუნოს ლიდერობა კრიპტოში. ინიციატივა Project Crypto ქმნის ახალ წესებს ციფრული აქტივების გაცემის, ტოკენიზაციის და ვაჭრობისთვის. ახალი დოკუმენტის თანახმად კრიპტო იგივე ტექნოლოგიური გარღვევაა, როგორც ინტერნეტი და რკინიგზა იყო თავის დროზე. მოკლედ ამერიკა სურს კრიპტო კომპანიები ისევ შტატებში დააბრუნოს. NFT მარკეტი ბრუნდება. ივლისში NFT-ის გაყიდვები გაიზარდა 57%. და ეს მეორე საუკეთესო თვეა 2025-ში. საშუალო ფასი გაიზარდა $113-მდე, თუმცა ბაზარზე მაინც უფრო მეტი სელერია, ვიდრე მყიდვები. მოკლედ მთავარი ტრენდები კვლავ ეთერიუმზეა, რაც რა თქმა უნდა ეთერიუმის გაძვირებას უკავშირდება. ყალბი კრიპტოაპების რეკლამები უკვე 10 მილიონამდე ადამიანს შეეხო. Checkpoint-ის კვლევით ინტერნეტში ვრცელდება ყალბი რეკლამები Binance-ის, MetaMask-ის და Kraken-ის სახელით. ამ აპებს მელვერი მოყვება, რომელიც იპარავებს პაროლებს, Telegram-ს და სხვა მონაცემებს. მოკლედ ფრთხილად და ყურადღებით იყავით. მოკლედ ეს იყო ბიტანიკა შორტ. გამოიწერეთ ჩვენი page, რომ არ გამორჩეთ თავარი მოკლედ.